მოკლედ რა ირაკლი რა ძალიან ცუდ დღეში ვარ. აი 40 ტონა კარტოფილი მაქვს და არ ვიცი რა ვქნა. არა თან მეშინია არ გამიფუჭდეს. ირა, შენ როგორ გონია, ჰა? ირაკლი. ირაკლი, ჰა? მე მითხარი რამე? კარგი რა ირაკლი რა, მე ჩემ გასაჭირზე გელაპარაკები, შენ კიდე საერთოდ არ მისმენ. გასაჭირი, შენი გასაჭირი, თამარი, კაცო. თამარი, ხო, სად არის, როგორ არის? თამარი რამინიმ წაიყვანა საირმეში. თუ რამინმა? რა მნიშვნელობა აქვს ხა მაგას? ჩემმა ძროხამ მოგტეხა ფეხი და მე უნდა მოგიარო. ნახა პრინციპში ეგ თამარმა უთხრა რამინი დაეთანხმა რა. ირა. აი, არ მისმენ რა კიდე რა მოგივიდა ირაკლი, ჰა? რა მოგივიდა? 40 ტონა კარტოფილი მიფუჭდება, აი. ვერ ახარ შენ ახო რა. ხო, ვერ ახარ, მიყურე ხა ზაზუნასავით. ერთი ცოლი ყავს საირმეში, მეორე ყავს ხარკოვში. აქ ასეთი გოგო დადის და შენ კარტოფილზე მელაპარაკები, კაცო, ნორმალური ხარ შენ? კარგი. ვახო. გამარჯობაო გოგო, მრავა. გამარჯობა. მაგა ყოჩახშენ რა. აი ყოჩახშენ, მე ამდენი ხალხი ამ ბარში არასდროს მინახავს. მართლა მიხარია ძალიან მადლობა. სასმერთმა. დასმერთმერთ. მე მინდა წყალი. ცივი წყალი. ცივი წყალი ერთი. მარტო წყალი? არა. ორი წყალი. ორი ცივი წყალი, ოღონდ ცალ-ცალკე მოგვიტანეთ რა. ორი ცივი წყალი. მაგა გენაცვალე მომისმინე, რაც ამან თქვა, იქიდან დატოვე მარტო ცივი და ორი. წყალი შეცვალე ლუდით და მოგვიტანე, ხო? ორი ცივი ლუდი. ხო, ორი ცივი ლუდი. ჯერ ერთი მოგვიტანე და მერე მეორე. ეხლა მოგართმე. მიწის თხილიც უნდა გეთქვა, მიწის თხილი და ისიც ცალ-ცალკე უნდა მოეტანოს. აი, აქედანაც ვა! ნახე თვალები როგორ აქვს შეღებილი. აი, ირაკლი, შენ ახარ რა. რა, ზუსტად მაგფერის კედლები მინდა სამზარეულოში, რაო. რა სამზარეულო ირაკლი? რა სამზარეულო? სასწრაფოდ უნდა ვიპოვო კლიენტი, რომ ბიზნესი გადავარჩინო. კლიენტი გინდა და არ ყავს ხო კლიენტი გენაცვალე შენ, ჰა? გინდა კლიენტი, მე გეტყვი. მიბაძე მაგას. რაღაც შორს მეტიხარ. როგორ? მიბაძე მაგას, ნახე რამდენი კლიენტი ყავს. როგორ და დადექი შენს ქუსლებზე მსუბუქი მაგიაჟი და ეგ არის რა. მადლობა. არაფერს. მადლობა. გემრიელად. ახ ირაკლი. მოდი ხა პირდაპირ საქმეზე დავილაპარაკოთ რა. მიდი. გადმოждები რა მახეთკენ. ყურადღება მეფანტება გონება რა. ვა შეგენაცვალე, მე იქ დავждები კისერი მომეღრიცა რა. ირაკლი ხო? მომისმინე ხა. შენ ახლა მთავრობაში ხარ და იქნებ ისეთ ვინმე ადამიანთან დამაკავშირო, ვინც კარტოფილის გაყიდვაში დამეხმარება რა. აი ეს ბიზნესი რო განბავითარო. ჩაიწერე ნომერი. ჩაიწერე. 2091. ეს არის ბეგლარის ტელეფონის ნომერი. ბეგლარი ვინ არის? სოფელ ხვითორის გამგებელი. ახლა მაგას უნდა წერეცო.
დიდი რაოდენობით შემჭამა ცერეცო უშოვე ეს დიდი რაოდენობით ცერეცო და ის გაგაკიდინებს კარტოფილს რა გავაკეთო მეტი კარგი რა ირაკლი ხა მე ბეგლარი ცერეცო და ხვითორი მინდა ჰა ისე 40 ტონა კარტოფილი მაქვს მე უფრო კარგი რაღაცა მოვიფიქრე პირდაპირ იმას რო დამაკავშირო კიცი ირაკლი ვის იმას რა ხო აქ ხოლმე შეხვედრების მცირე ბიზნესის ამბავში მეწარმეებთან და რა მოხდება ერთხელ მეც დამასწრე რა მაგ შეხვედრას ჰა მომისმენე ხა შე რა გიდა რომ მე პრეზიდენტს შეგახვედრო და უთხრა რომ 40 ტონა კარტოფილი გვაქვს გასაკიდი და გავაკიდინეთ ხო არა ეხლა მე დაველაპარაკებით დავჯდებით ჩემ სიტუაციას აუხსნი მე ცოტა თავს შევაცოდებ და იქნებ ამაყიდინოს რა თავი თუ გინდა შეაცოდო უთხარი თამარის მეუღლე ვარ თქო უთხარი კიდე რომ ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ ბატონო პრეზიდენტო თქო ხო უკრაინასთან თქვენც მეგობრული ურთიერთობა გაქვთ და მეც თქო არა არ გამოვა რა არანაირად შეხვედრა არ გამოვა ჯობია ინტერნეტით ეკონტაქტო ეგ როგორი რა არიცი არა ინტერნეტ ფორუმია სადაც პრეზიდენტი მაკა გენსოლე ფურცელი და პასტა თუ შეიძლება რა ისა ცალცალკე ჩამოვა ის საირმიდან და მე შენ განახებ ცალცალკეს ესე იგი არის ინტერნეტ ფორუმი სადაც შედიან ხოლმე ეს დიდი მადლობა არა ეს რას გეუბნებოდი ხო შედიან ხოლმე ეს ფორუმი ხო ბიზნესმენები წვრილი მსხვილი საშუალო ხო და პრეზიდენტს უსვამენ ხოლმე შეკითხვებს პრეზიდენტიც ასე ვთქვათ პასუხობს აყენებს სწორ გზაზე და ასე შემდეგ იქნებ შენც გაგიღიმოს და დაგელაპარაკოს პასუხი გამიღიმებს ბედმა გაგიღიმოს იქნებ ბედმა და პრეზიდენტი დაგელაპარაკოს თქო რა მოგივიდა აჰა აი ეს ოღონდ არ უთხრა რომ მე მოგეცი ეს მისამართი ინტერნეტის თორე გამიშვებენ სამსახურიდან და არ ვიცი რას გიზავ რა დამელაპარაკეთ ჰა კი ჟიგარი ხარ რა ირა რა აი კაცი ხარ დერაცვალეში ეხა წავალ შენზე არაფერს არ ვეთქი არ დაგწეს კარგად ოე ბიზნესმენ მიყურე ახლა ენოტივით მოდი ეს არ მიგა ხო მოვედი ბუზგო. აბა როგორ მიდის ტესტების საქმე? მე ძალიან ადვილი ყოფილა რა. მართლა? ვარჯიშს სანდამჭი და ისე ჩავაბარებ. ირაკლი სად არის? წავიდა. აი მაიკო, მე ამის ჩამბარებელი არა ვარ რა. არ შემიძლია ეს უნარები ვერ გავიგე რა. შემთხვევით მაიკო შეხვარ იცი ვინმე რო იცნობდეს იმას რა ქვია შუშკინს შაშკინს ხო შაშკინს არა არავინ არ ყავს ეგეთი არავინ აი მიზეთა მაია ისე მამაში რო მიყვებოდა მაშინ მე რაღაცას რო უყურე ეს რო მიყურებს ხოლმე მეუბნებოდა რომ ისაო რა ქვია ჩემი დიდი ბაბუაო იცნობდაო ყარის მეზობელი იყო უბრალოდ ხო თემ სოფლიოს აზანზარებდა ვინი იყო ისა მითხარით ბერია ესე იგი ვერ დაგვიხმარება ხო დახვრით ესე ხო უცგო ნო რა და მაგის შვილი ვერ დაგვიხმარება ვერა ვერც მაგის შვილი ვერ შვილი ვერ ჩულთაშვილი ბუზგო დასახვრით ყოფილა მაშინ კარგი აი მოდი ვნახოთ ერთი რაიმე ცადნე მოდი უნდა შეგამბოთ რა პრობლემაა მკითხე რაც გინდა აი დაიკითხე ნებისმიერი მიდი კარგი ესე იგი ერეკლეს ნატოს ვასილს დათოს და ანას ოპერის ბილეთები აქვთ აქედან ნატოს და ვასილის ადგილის ნომრები ლუწი რიცხვია ანას და დათოს ბილეთის რიგები კი ერთმანეთს არ ემთხვევა დასხდებიან თუ არა ოპერაში დათო და ნატო ერთმანეთის გვერდით აბა
ეგ გამორიცხულია. რატომ? რატო? მე ოპერაში შენს გარდა გვერდზე არავის არ დავუდგა. ეგათო. შემდეგი წაიკითხე. ყურადღებით. სახლში, რომელშიც სულ 3 ოთახია, ცხოვრობენ ბებია, 2 მცირეწლოვანი ბავშვი, ძიძა. ეგრე რა, ესეთი რაღაცები ვკითხო, რამდენიც უნდა და ამაში ვარ სპეცი რა. აი ოთახში ვინ როგორ გავალაცლო, აი ესეთი რაღაცები მეკერხება მე. ეხლა ნეტა იქ შევხვდებოდეს რა. აი დანჩეს მე წავიკითხა. მადლობ. ესე იგი, დამიგდე შენ წყური მაინც რამე თუ იყო მომეხმარი. მინდორში 40 მინდორში 40 ძროხა. ზოგი წაბლა, ზოგი შავი. აქედან არც ერთი ხო, მიდი განკითხე მასაჟი. აქედან არც ერთი წაბლა ძროხა არ არის ჯიუტი. ხოლო არც ერთი შავი ძროხა არ არის თვინიერი. ვა, ხედა, თამარეთის შავ ძროხას მოუტეხია ფეხი. ნუ ეს საკითხი მესვედინება ესე. ეს ადვილი. შემდეგ ნახოთ რა ხდება. ატომური სადგურის თითო ცენტრიფუგა ეს არ შემხდება. შემდეგ ციკლონი ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უახლოვდება. პასტორსკის სამხრეთ დასავლეთში დაუდია ბინა. მოუწევს თუ არა პასტორს ქარიშხლიან ამინჩი ტაძრისკენ გზავრობა თუ ტაძარში ქალაქის სამხრეთ დასავლეთშია. რა შეები მაიკლა პირიქით ჩენი პირიქით რა იქ თავში ჩამივიდეს რაღაც. არა, მე ამონარების ჩამბარებელი არა ვარ. მიდი პირდაპირ შენ უბრალოდ და უთხაილო და გაწინაურო. ოჰ, რა დამსახურებისთვის დამაწინაურეთ მეთქი. უთხაილო, ხვარი ყავს უნარო. კარგი ბუზღურა, წინასწარ ნუ ნერვიულობ ხარს. აი, იმეცადნე და ყველაფერი კარგად იქნება, ხო? კარგი. კაი, მე ხელს არ შევიშლი. შემდეგი. ლაშას და ირაკლის სკოლის დამთავრების საღამო აქაც ქეიფობენ ესენი რა. ხავდგე ხა რამე გავაკეთო თორე მოვა ის დაიწყებს წუწუნს აი მე და თავი როგორ აბა მოვედი ამირან როგორ ხარ აბა კარგად რა ვიცი თელეგრა მუშაობ ეხლა დავისვენე აი ცოტა ჩამოვჭიქი ხო წამომოდი ნახე გაჩვენო გააკეთე რამე ვაშე გენაცვალე რა აგიარე რომ პროფესიონალი ვარ თქვი მომისმინე ეს კედელი გუშინ არ გალესე შენ ხო მაგრამ არ ჩამოინგრა შევოიგრა. კარგია ხო? კარგია. და დღეს რა გააკეთე? დღეს თქვენ საძინებელში გამოვცვალე ელექტროგაყვანილობა. სადენები გავიყვანე ახალი, ყველაფერი ახალია, ყველაფერი საი. მართლა? ვაშე გინაცვალე რა. ნატურას ავანთი. ვაიცა. რაიო? არანტ. რატო? სადენმა ჯერ უნდა დაისვენოს ბატონო ირაკლი. ხო, რა სულ სწრაფი ხარ თქვენ ჩემი ძმასავით რა, ბატონო ირაკლი რა. ისე მართლა. ჩემი ძმისთვის რამე სამსახური არ გამოიძებნება? სამინისტროში იცით რა ბიჭია, ნაკითხი, განათლებული, სერიოზულ სასტუმროს რესტორანში მუშაობს, აბა. აჰა, რას აკეთებს? ძირითადად მწვაძია. კარგი,
კარგი, ვიკითხავ მე ჩემთან სამინისტროში, სხვა სამინისტროებში გადავრეკავ, განათლებული მემწვადე ხო არ გჭირდება? ვიკითხავ, ისა, ისო. სადენს როდის გააკეთებ ეს მითხარი? გინდა გაცინო? არა. გაცინე რა, დაჯექი კაი. არ მინდა. დაჯექი კაი. საქმე გაქვს. საქმე მოიცდის, დაჯექი კაი რაღაცას მოგიყვები ბატონო ირაკლი. დამზადე. მოვიდგე? არა, დამზადე. ესე იგი, ბატონო ირაკლი, ახალი დაწყებული მაქვს ხელოსნობა. არაფრის გაკეთება არ ვიცი, გონზე არა ვარ. ახალი ამბავია ესე იგი. არა, ძველი ამბავი. ბაცალე. ბაცალე, კაი რაღაცას გიყვები. ხოლო ვიჭერ ტიპი მოვიდა მეუბნება. ბუხარი ამიშენეო, ბუხარიო. ბუხარი ამიშენეო. სასაცილოა ეს? სასაცილოა ეს გეკითხები მე შენ? შენ ბუხრის აშენება მთხოვე და ნახავ მერე თუ არ იქნება სასაცილო. ბუხარი კი არა, რაც გასაკეთებელი გაქვს ის გააკეთე შენ, სადენებია თუ რაღაცა ის დაამთავრე გეუნები. დავამთავრებდი ბოლომდე ყველგან, მაგრამ გუშინ შუა დღეზე კლიენტთან მუშაობდი, სხვა კლიენტთან. სანამ ბოლომდე არ დამამთავრებინა, ყველაფერი არ გამომიშვა. ხო. ირაკლი. ირაკლი. მოდი. მოიცნო. ისლამ ხო? როგორ არის და კაცო? ახოს გამომაჯოს, ახოს როგორ ხარ? აუ. კარას, ეს ვინ ყოფილა? ამირა, შენ ვინ ყოფილა? რა გააფუჭა? არა, ირაკლი, რა გააფუჭა? ეს ვინ ყოფილა? ამან გუშინ მათე დაატყო? მათე, ჩვენ აუკნა, იცი? კლიენტთან იყავი ხო შენ? ხო ხედავ რამდენი საქმე მაქვს ხელს მიშლით ბატონო ირაკლი. ირაკლი. ძვირი გიხდება ისე ეს რემონტი? როგორ გითხრა ლაშა, თანკიდან არა. როგორ ეგ? როგორ და ეხლა ბევრს არ მართავს ფულს. ამირანი, მაგრამ არც არაფერს აკეთებს. რას ამბობ ბატონო ირაკლი? მე არ ვაკეთებ არაფერს. ესე მე არ ვაკეთებ, შეხედეთ პრაქტიკულად დავხატე კედლები. რემონტს რო დავამთავრეთ, პირველ შამპანიურს ვსვავ მე, ხსნილი. კი, შენ ოღონდ ეს რემონტი დაამთავრე და პირველიც გახსენდი, მეორეც, მესამეც და სადაც კი შამპანიურს იპოვის უშენ გახსენდი. არა, ირაკლი, შენ ცდები. ეხლა რა მოვიფიქრე და მომისმინე, რატო ცდები? ახლა რო გახსნით იმ შამპანურს, იმის თავსახური ჭერს ხო მოხდები? ხო გაფუჭდება ის ჭერი. მე ვის უნდა დაუძახო ისევ ამინას. მოვა ის გასაკეთებლად თავი და დაიწყებს რემონტს მერე და აი ამაში ცდები. კარგი იყო, ახლა მომეწონა. ლაშა, არა აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ეხლა მე წავედი. თქვენ აქ ისაუბრეთ და მალე მოვალ. ой. და სად მიდიხარ? საქმე არ გაქვს აქ? საქმე როგორ არა მაქვს? უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ინსტრუმენტები დამჭა სხვა კლიენტთან. მე მოიტანე რა პრობლემაა? პრაქტიკულად მაგას ვაკეთებდი ახლა. მაგრამ ისა, ბატონო ირაკლი, ცოტა ძიმეა, მარტო გამიჭირდება. თქვენ კიდევ ვერ გთხოვთ ახლა მინისტრის მოადგილე კაცი ხართ. ბოლო და მიდი კაცო ერთი რა, დაიხვია ეს მინისტრის მოადგილე რა, ადამიანი არ არის კაცო. მინისტრის მოადგილე. თათბირი რო არ მქონდეს წამოვიდოდი დღეს ისევ იმ ბოსლების ელექტროფიკაციაზე მაქვს თათბირი კაცო. წამოყვებოდი, რა პრობლემაა? მოიცედ, რა პრობლემაა მართლა ირაკლი? მე წავყვები და მოვატარე. ხო შენ გაიხარე ვა შენ შემოგევლე ლაშა რა. კარგი გაიხარე, აი. ვახო წამოვიდეს, მაგრამ ძალიან კი მერიდება, მაგრამ ტაქსის ფული მინდა. მარკეტილში. წამოვახო. ლაშა, კაცო, ლაშა. არა აქ მნიშვნელობა. წამოდი ეხლა. თელ ქალაქში საუკეთესო პონჩიკი უნდა გაჭამო. რა? ბოდიში ბატონო ირაკლი, ბლითები უნდა გაჭამო. წამოდი. რა მაინტერესებს იცი? ეს ჩვენი მეზობელი რო არის ნათელა. მაგ მართალ როგორ არის? გაშორებულია თუ როგორ არის მაგის საქმე? მაგა ერთი ლუდი თუ შეიძლება. ეხლა შენ ხო რა გაიგე ერთი შეხვდნენ საბოლოოდ აქვე სტალომი და სანდრო ერთმანეს?
ვერა დათო, ვერ მოახერხეს. ამსტერდამში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ხო და სანდრომ დარეკა ბრიუსელში ვარ სალომემ თუ დარეკა უთხარითო რომ ბრიუსელში ვარ მოედანთანო. ხო და თან კოლგა წამოიღოთო წვიმსვა. გამაგიჟებს ეგორი ადამიანი. აი, რით ვერ ხდება სალომე რომ რა იყო დათო? ეს გაგაცილებთ იქამდე. არა იყოს მადლობთან და მათესი. რა მოგივიდა ხა და რა მოგივიდა? თითქმის უკვე ცოლიანი კაცი ხარ, რა მოგივიდა? დაჯექი და ძალის. ეჭკუითი გავიგიცემია. დაჯექი. მე ცოლიანი ჯერჯერობით არა ვარ. ხო. და შეთავს ვიხდი ხوار დაგავიწო ორი ცოლი რო გავდა. ერთი თან კიევში და მეორე აქ სამტრედია თბილისში. მე ვარ ჯერჯერობით უცოლ. თითქმის ცოლიანი ხარ. არა ხო შობა და ის რა ქვია იმას ოჯახის უფროსიც მე ვარ. ხო. და როგორც მინდა რასაც მინდა ის გავაკეთებ და მოვიქცევი. ყოველ შემთხვევაში მაინც არ უთხრა მაიკოს. ოჯახის უფროსი კი მე ვარ, მაგრამ მაინც არ უთხრა. კარგი, ხო არ ვეთქვი, არ ვეთქვი. დათო, აბა გამოიცანი დღეს ვის ვეჩეთავე. მე ვის პირველს. რა? აბა პირველს? და მე თამარმა იცის? ო, იცის თამარ. ო, იცის. იცის? ხო, თვითონ მითხრა დაელაპარაკეო რა. და რა უნდა ხდეთ? რა უნდა ვქნა დათო? უნდა შევხვდე. უნდა შეხვდე? ო, რა იყო რა უნდა არ ჩამოვიდა სვეტა? სვეტა კი არა. აბა იმას ველაპარაკე, იმას პირველს, იმას. ვის? პრეზიდენტს. ოკეი, გასეთი რა. ეუბნები ველაპარაკე და უნდა შევხვდე ხა. აბა? კაი, შენ აბა? ვახო. შენ ელაპარაკე პრეზიდენტს? მართლა. ვახო. შენ ელაპარაკე? ხო, კარგი რა იყო ხო ველაპარაკე. ვახო. რამდენი ხანია ჩემთან არ ყოფილ ხარ სახში ვახო? მოდი ხომე ჩვენთან. ასე არ შეიძლება, შემოგვიარე ხომე. ხომე კი არა სუიარე თუ გიდა, რამეზე ხოლმე დაგპატიჟო. არა, მართლა ხოლგერიდება. არა, მადლობა. არა, მითხარი თუ გიდა. არა, მინდა მადლობა. ხო. ის არა ქვია მისამართი მომეცმეც რა მიწერ ხომე რაღაცას მაგ რა შენ რა ხარ რა ხო იცი ხარ მომასვენებ აი თამარი ვითახარ სანამ ყველაფერს არ მათქმევინებ არ მოისვენებ რა მომისმინე ახლა მოგცე მოღოთ არავის არ უთხრა როგორ აი შეხედე აი ამ საით აი ამ საიტზე შეხვალ ო შევედი მე მოგლეთ აქ შეხვალ ისიც შემოვა და შემოვიდა ხო რას ვამბობდი ხათმები რომ მოგდებდნენ იმაზე მიყოლ ხო და მომდევდე ხათმები დათო მომდევდნენ და რა ხათმები ვერ ახარ შენ მოგლეთ შეხვალ აქ ისიც შემოვა და დაილაპარაკებთ რა ოღონდ არ უთხრა რომ მე მოგეცი ეს მისამართი როგორ ვიყადრებ ვის რომ უნდა უთხრა საერთოდ ხმას არ ამოვიდა ხო მეც ეგრე ვამბობდი მაგრამ ხო ვაიმე ახო ეს საქმე გამოვიდოდეს და კარგი დიდი საჩუქარი ჩემზე იყოს კი ბატონო ტაფა დიდი ტაფა მიდი მოიცა მოვიდა რა? არაფერი. რა ხარ მოგი? არა. აი. Так, ესე იგი. ხო, ეს ჩავდეთ და ესენიც ჩავაწყვეთ. ხო, ჩება სხვა
მეტი არაფერი. ო, ამირა. ის აბაზარაც მომეწონა, რა გინდა, კარგი სახლია, მშვენიერი, კარგი სახლია. რა საუბ, კარგი იქნება, აბა რა იქნება, 2 წელიწადი ვაკეთებდი ამას. ისა, შენა. ის დიდი მილი ნახე, ხა? კი, ის ცენტრა ხო? კი. მაგ მილზე მეუბნებოდა ირაკლი, ხო? გახურეტილიაო და გადააგდე. არ ვარგავ. რა არის გახურეტილი, ეხლა წამოვიღე, დავაყენებ შვენივრად მუშაობს. გადასარევ. ხო. ისე ამიდან კარგად გიმუშავიათ. როგორც ჩანს, კარგად გიმუშავიათ. ბოთლებზე ამბობ, ხო? ხო. კი, ამ ოთახში ვაკრავდით შპალიენს. ამ ოთახში ვაკრავდით და გამოვედით და აქ დავლიეთ. მომისმინევა ხო? ლაშა. არა აქვს მნიშვნელობა. იქ სადაც მუშაობ არ უნდა დალიო. ლამაზი სიტყვები ამირა. ლამაზი სიტყვებია და ეხლა ჩვენ დროზე წავიდეთ აქედან თორე. ამ სახლის პატრონი თუ მოვიდა, ლამაზი სიტყვები ნახე მერეში. კარგი. ავალაკო ესენი და წავიდეთ. როგორც იქნა დაბრუნდი? ოჩახში. რა არის, სად დაიკარგე, არ ცხენია? ხო გეუნები, ჩემს დანახვაზე გიждდება მეთქი. ხო. მოვედით ბატონო თამას, მოვედით, აი. მერე რა არის, რასაკეთებ, მიდიხარ? არა, სად მივდივართ, აქ უამრავი საქმე მაქვს, რა საუბარ. სად მივდივართ? შენ ძალიან გეტყობა მუშაობის და როგორ არ გეტყობა, ლაშა, მოდი მომეხმარე, ხო, მართლა გაიცანით, ეს ჩემი ახალი მუშაა. ასაცია. თამაზი. ლაშა. სხვათა შორის ნაცნობი სახე გაქვს. სადმე ალბათ შევხვდით ერთმანეთს. რა ვიცი. ელიავაზე ალბათ. ელიავაზე ხო. რაც მე ამას ელიავაზე უტარები ვარ. უთხარი მანამდე ვისთან მუშაობდი, უთხარი. რა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სახს ვარემონტებდით ადრე და. ეხლა თქვენც მიხვდებით ბატონო თამაზ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი სუთხელოსანს არა იყო. რა თქმა უნდა. კარგი, გააგრძელეთ მუშაობა ერთი აქ. ამ ოთახში შევიდე. ახო, ლაშა, არა აქვს მნიშვნელობა. ეხლა მიშველე რამე შენიჭირე. რა უნდა გიშველო? თავი დამანებე ეხლა წავედი მე. წავედი, ლაშა. ბატონო, ლაშა, რა ხდება ეხლა ამ ოთახში? ესე იგი, ჭერი ისე უნდა შევღებოთ? არ ვიცი. ბატონო თამაზ, ხო. რა არის ახლა იცით? პრაქტიკულად ამ ჭერს შეღებო არ უნდა. იმიტომ რომ ეს რო გაშრება ბატონო თამაზ ბრწყინვალე ფერზე დაждდება საუკეთესოზე რა. დამიჯერეთ ენდეთ ჩემს პროფესიონალიზმს და გამოცდით. ესე იგი რომ გაშრება თავის ფერზე დაждდება მერე. ბატონო. მაგრამ პლინტუსები ხომ უნდა გამოვცვალო? პლინტუსები? რატო უნდა გამოვცვალოთ ახლა რასერჯით ამ პლინტუსებს აქ? ამაზე უკეთეს პლინტუსებს ბატონო თამაზ დამიჯერეთ ახლა დღესდღეობით ელიავაზე ვერ იშოვით. რა ვიცი ელიავაზე. არა ლაშა. აბარა ელიავაზე ხო გეცნობით. ხო. იყოს ახლა ეს პლინტუსები აქ დროებით ბატონო თამაზ და ერთ სამთვეში შემოვა ახალი პარტია და მაინც მერე გამოვცვალო. სამთვეში კიდე ახალი პარტია შემოვა და მერე გამოვცვალო თუ გნებავთ თუ არა და კარგი დაველოდოთ. ისა მიხედეთ მაშინ საქმეს. კი, ეხლა ვაკეთებთ, ეხლა მე აბაზანაში შევოლერდი დავათვალიერებ. ჰა, შეგედე რა უნდა ხელოსნობას ეს არის მეტი კი არა. აი ეს კედელი დავშპაკლოთ. რა უნდა დავშპაკლო ერთი გამაგებინე რა. მოჩხუბობ. დაი. კბილის ექიმი კაცი ხარ. კბილებს ლესავდა, კედლის დაშპაკულა ეხლა რა გახდა? ამირა. ბატონო. ამირა, რა ხდება? რაზე? ეს ონკანი არასწორად არის გაკეთებული. რატო? ხელახალი გასაკეთებელია. რატო და ორივე ონკანში ცივი წყალი მოდის. ოხ ლაშა რა. ხომ გითხარ?
1000-ჯერ გითხარი რომ 1 მილზე ნუ დასოლ მეთქი 2-ს უნდა იყოს ცალცალკე აი ეხლა ტრუბნოი კლუჩი მიდი და გააკეთე მიდი გააკეთე შენც კაი ზარმაცი ხარ გეთყობა ძალიან კარგი აი აქ არის ტრუბნოი კლუჩი მიდი და გააკეთე ეს ვასაკ მიდი გააკეთე ხო აბა რისთვის ვარ მე აქ ბატონო აბგები ახავი ავიღეთ ამ ტრუბნოის ავიღეთ და გამოცვლინ მიდი განარჩენი რა ეხლა ეს მითხარი შენ მე მივდივარ ამირან და რაიმე ხომ არ გინდა ჩემგან ეს ბატონო თავაზ ახლა ხო ძალიან კი მერიდება მაგრამ მარტო მე რო ვიყო იცის ღმერთმა კაპიქს არ გამოგართვევდით ეს ლაშა არის ძალიან მეძვი ხოდა რაღაცა იქნება ხო გეყოფა კი საკუთარ აბა ხელი გავუშვი ხო კი საკუთარ დავედი აბა და მიხედეთ საერთოდ ძალიან გთხოვ რა აბა რას ვიზა ძალიან გთხოვ ცოტა ნორმალურად იშრომეთ რომ დროზე გავაკეთოთ ყველა სწრაფად დავამთავროთ ყველაფერს დავედი აბა კარგად ბატონო თამას კარგად იყავით დღეში აუ ინ მირეკავს ინუ ბეტურე ბატონო გამოცვალე ბატონოთან ხო პეტროვიც წავიდა ხო ერთ წუთი შენ ხვალ გცალია რა არის რო არაფერი ბატონო ხო ისა ხვალ ვიქნებით ორნი კი კაი ბიჭია გადასარევი კი ღებავი კაი თავისთავად კი კაი შენწი მოვედი ხო კარგად ხარ რა იყო რა ცრემლიანი თვალები გაქვს ისევ ლექსებს კითხულობდი არა იგავარაკებს რატო დაგაგვია რატო დამაგვიანდა და ახლა რო ამოვდიოდი ფეხით მე-12 სართულზე ვიღაც ორი ლოთი იჯდა და სვავდა ხო და ძლივს აუარე გვერდი კაცო დათოს არ დაურეკავს კი დარეკავ მალე მოვალო და ძალიან მაგარ რაღაცას მოგიყვებითო ვა რაც მელაპარაკები ძალიან საინტერესოა რას მოგიყვება შენ მაგარი რაღაცა მე ნახე ვახო რომ მოვა აქ ვახო მოვა ხო მოვა უთხარი ამოდი მეთქი მე უთხარი რა მოხდა ირუს გამიკეთე მურაბიანი წყალი ესე იგი ეს კარტოფილი რო აქვს მაგას 40 ტონა ხო იცი ხო ნუ ვერ გიდის ახლა როგორ გაკეთე 40 ტონა კარტოფილს ხუნხულა ხო და მთხოვა მე დამეხმარეო მე უთხარი რომ ის მეთქი რა ქვია მოგცემ პრეზიდენტის ინტერნეტ ფორუმის მისამართო იქ შეხვალ ბიზნესმენები ელაპარაკებიან რაღაც რჩევას მოგცემს თქო და დამიჯერა დღეს შემოვიდა სამსახურში რო ვიყავი მე ლაპარაკა როგორც პრეზიდენტს მეც ველაპარაკე როგორც პრეზიდენტი დჰ ალბათ მაგიტო დამირეკა თამარმა რო ახლა მომავალი ეკონომიკის ministris ცოლს ელაპარაკებით გეტყოდა ახლა შენ მომისმინე ხო აი მე გემრიელია შენ გაიხარე ვახო რომ მოვა ესე იგი შენ ისე რა სხვათა შორის უთხარი რომ ჩემი ახლობელია თქო ვიღაც მამაჩემის ვიღაცის შორებელის რაღაც მეზობლის ვიღაც მოიფიქრე რა და ის არის თქო რა უნდა დიდი პარტია კარტოფილის ყიდვა თქო და შენ ხوار მიყიდი თქო ისე უთხარი რა სხვათა შორის რატო კაცო შენ უთხარი და რატო და როგორ ეს მე კვანძი ბოლოში გაიხსნება კარგი ბეთო სხვათა შორის ხო ისე რა შენ რო იცხოვ მე დიდი მიდი გამარჯობა მაიკო ეხა რა მოვდიოდი მე-7 სართულზე ორი ლოთი ჭხუბობდა ირაკლი ძლივს აუარე გვერდი რა რომელზე მე-7-ზე ვა ჩასულან ხედავ შენ ისა რა ხო როგორ ხარ კაცო
მშვენივრად ირაკლი. მშვენივრად. ეს რა საქმე გამიკეთე რა. ეს რა საქმე ველაპარაკე იმას. ვის კაცო? პრეზიდენტს. შეიცხადე. მართლა არ შემშალო. აბა ძალიან კარგი მოსაუბრეა რა. ენაწყლიანი. რას ლაპარაკო? დიდებული მოსაუბრეა, რას ლაპარაკო? ხო, უთხარი აუხსენი ჩემი სიტუაცია, უთხარი რომ ბიზნესის დაწყება მინდა, ხო? დამპირდა რომ ბუქარესტში გაგიშვებ კვალიფიკაციის ასამაღლებლადო. აი? ბატონო ვახტანგ, მაპატიეთ ჩაგეძიებით. ჩამეძი. ჩაგეძიებით. ბუქარესტში თუ ბუდაპეშტშიო? ხო. ბუდაპეშტში. შენ რა იცი? რას ქვია, რა ვიცი, კაცო, სულ ეშლება მაგას ბუქარესტი და ბუდაპეშტი. სხვათა შორის. ხო. ესა ვახო, მამა ჩემის მეგობარმა მკითხა. ვინმე ხომ არ იცი დიდი რაოდენობით კარტოფილს რომ ყიდდესო და მივცე შენ ტელეფონის ნომერი? თან თურმე უნდათ სასტრაფოთ დღესვე 1 საათში ნახევარსად. ხო. არა, მაიკო, არა. არ არის საჭირო. იცი რა ხდება? კარტოფილის ეხლა ამ ეტაპზე გაყიდვა ეკონომიკურად სულელური ნაბიჯი იქნება. გესმის? მე პრეზიდენტმა სერიოზული ბიზნეს რჩევები მომცა, გენაცოლე. ეგრე კი არ არის. აბა? ორმაქს იხდის ვახო. ნახე რა ირაკლი რა. აი ქალი და ბიზნესი, აი ძალიან შორს არის ერთმანეთის. ცხადია ცალსახად, რა თქმა უნდა, ცალსახად ცხადია. ცხადია ცალსახად. სარია მუშაობს კაცო? რა ვიცი მე. რა უცნაური корпуსი არის? მეხუთე სართულზე ორი ბოთი შეხვდა ეძინა და ძვის გადავაბიჭე ისე ამოვედი ვერ გაბიქე. რომდელზე? მეხუთეზე. ჩასულა მე. როგორ ხარ? როგორ დათუჩა? მე კარგათავ. დიდი ხანი ნატორო, ეხა შენი მეგობრები ამ სახში, ა? კარგი რა ბუზღო. ვახო ჯიგარია, ვახო მიაროს. ძმა. დღეს ისეთი საქმე გამიკეთა რომ აი ვახო? აბა, კაი კაცო, რა საქმე? რა საქმე და ირაკლი. შენ ხა არ გაბრასტეოყოთ. რა? რა საქმე და პრეზიდენტის ინტერნეტ ფორუმის მისამართი მომცა და ველაპარაკე. მართლა? შეიცხადე რო. ნუ შეიცხადე, კაცო. ვის ელაპარაკე? პრეზიდენტს. ნუ სულელობ კაცო, მე შენთან არ მილაპარაკია დღეს. მე რასულო, შენ რა შუაში ხარ? პრეზიდენტს ულაპარაკე მე, შენ რა შუაში ხარ? ირუს. შენ თუ არ გილაპარაკე, აბა ვის ელაპარაკა? ერთ წუთი. შენ ძალიან გთხოვ, ცოტა ხანი ნურაფერს ნუ შეიცხადებ. ცოტა ხანი მი ჩაიწე გენცო. მოდი. რას მოდიალო? მატყუებ, ხო? რა პრეზიდენტს ელაპარაკე? ვინ პრეზიდენტს ელაპარაკე? პრეზიდენტს ულაპარაკე მეთქი რა ვახო. ნუ რას უკაცრავად? აი ვიცოდი რომ მეწყოდი რომ გაწვებ არ დამიჯერებდი და აი ამონაბეშტიც მოგიტა. აქედან იწყება. რა არის? აი ეს. რამდენი გილაპარაკია? მოიცა, ერთი წუთი. მომიცადე. გამარჯობა. დიახ. ბატონო პრეზიდენტო. აი. დავით ალექსიძე ვარ, პედაგოგი. მე ვარ. პასუხობს კაცო. არა. როგორ ახლა? ერთი წუთი. გამარჯობა დავით. ვაიმე მაიკო წყა? ლი. წყა? ლი. რალი წყალი მომიტანი თუნდაც თუ არ კაცო. დათო. რაო, რაზე ილაპარაკეთ? რაზე და ლიფტს გაგიკეთებთ. კაცი. ლიფტზე შეაწუხე ამ ხელა კაცი? მე რა შევაწუხე, თვითონ შეწუხდა. მე რა რა გითხრა? რა მითხრა და მე რო უთხარი რომ ჯიპი მინდა მეთქი იმან მითხრა კიდე რა გინდაო. და მე უთხარი ლიფტი გაგიკეთე თქო. ეს საკითხი წამოვჭედი იქ რა. ვაიმე დათო, მე ხო არ გიხსენები ვარ. არა. ვა შენ გაიხარე რა. შენ გენაცვალე. თვითონ გახსენა. რაო?
ისევ სვამსო? წერი და გაიცა. პიდი. ირაკლი, მე შენზე არაფერი არ მილაპარაკე. არაფერი. შენ ჩემზე არაფერი გილაპარაკია, შენ მე მელაპარაკე. რა? მოიცა. როგორ შენ გილაპარაკე? მომატყუე რა? მოიცა რაღაცა, მოიცა. ხო, რა მოხდა, გავიხუმრე რაღაცა, გელაპარაკე, მაგრამ მე შენ რო გელაპარაკე, გავთიშე კომპიუტერი და გავედი კაბინეტიდან და წავედი საერთოდ. ეს ვის ელაპარაკა არ ვიცი. აბა. კარგი რა, ირაკლი რა, კარგი რა, ძლივს მეთქი. მაიკო. რას ამბობდი ვიღაცას კარტოფილის ყიდვა უნდაო? ისე გითხარი, სხვათა შორის. ნახევარ ფაშიც, არა? არა. ვაიმე. მომხსნიან. მინდა. მომხსნიან რა, მოხსნილი ვარ უკვე. კარგი რა, ირაკლი რა, კარგი რა. იმის პაგიოს გახარებული ყო დადიხარ ესეთ სახით რა. ესეთ ხართან ურთიერთობა უკვე ჭამომ ეს. მე რო უსამსახურო დავჩები. ხო? ფული არ მექნება და უხელფასოდ დავჩები. უხელფასოდ რო დავჩები, რემონტს ვერ დავამთავრებ სახლში და მე სად დავჩები დიდი ხნით, მე მგონი ამას დიდი ფიქრი არ ჭირდება. რას უკაცრავად მე ვეწვი პრეზიდენტს რომ ჯიპი არ მიდამეთქი და ირაკლი არ მოხდა სამსახურიდან. მოიცა, კაცო, მოიცა რა, კიდე უნდა ელაპარაკო? კი? ო რა, უნდა ველაპარაკო. ასე მითხრა რომ მეგობრებში დაგამატეო ჯონ მაკეინის შემდეგ შენ ხარ. ვიდა? მაიკო, გამარჯობა. გამარჯობა. მაიკო, რა უცნაური კორპუსია რა. პირველ სართულზე რომ შემოვედი, ვიღაც ორი ლოთი სვამდა. ხო და ძლივს გამოვიარე. მოიცემთ რომელ სართულზე? პირველზე. ჩასვლა ხედავ. რა ხდება? ხომშვიდობა, ირაკლი, ვახო. დათო, დღეს პრეზიდენტს ელაპარაკო. ზოგს რა ბედი აქვს, არა? ზოგს რა ბედი აქვს, არა? ზოგს რა ბედი აქვს, მაიკო? აი დათო პრეზიდენტს ელაპარაკა. მე კიდე დღეს ვიღაც თამაზა მთელი დღე მეჩხუბება. თამაზა ვინ არის? თამაზა ვინ არის და ამირანმა წამიყვანა დღეს ამის მუშამ. ერთ-ერთ სახლში იქ ხელსაწყოები დამრჩა და უნდა წამოვიყო. ხო და მივედით და ამ დროს მოვიდა ის ბინის პატრონი და მთელი დღე რემონტს ვაკეთებ დღეს. რა? მთელი დღე რემონტს აკეთებ დღეს? ირაკლი, ხო თქვი წერა მთელი დღე რემონტს ვაკეთებ მე, რაღაც მეკითხე. ძნელია. რა? რა ვიცი, ხო თქვი მთელი დღე რემონტს ვაკეთებ დღესო, შენ არ თქვი და ხო თქვი? კი. ხო და ძნელია? რემონტის კეთება? ხო. კი, რაი. რა ვიცი, მე მგონი უმუშევარი რჩები და ხო უნდა დავსაქმდე რაღაცით კაცო. რა ვიცი. ეს რემონტიც არ თავდება. სამსახურიდანაც გამიშვებენ. ირაკლი. მე რა ხდება? აქ ეს რემონტი არ დამთავრდება, ხო არასდროს? მარიკუნა, შენ არის ნერვიულ. ოღონდ შენ არის ნერვიულ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ და ჩვენ შვილებს არაფერი მოაკლდეს და ვიქნები კარგად და ხანგრძლივად. ხომშვიდობა, ირაკლი. რა ვიცი, მარიკა, რა ვიცი. რა? მშვიდობა ალბათ. შენ როგორ ხარ? მე ვარ კარგად, ბავშვებიც კარგად არიან. შენთან ვიყავი გუშინ სამსახურში და შენ არიყავი, გასულიყავი სადღაც. ხო, რაღაც საქმეზე გავედი, ბეღურა. მე მგონი სამუდამოდ გავედი იმ კაბინეტიდან, რა ვიცი.
ირაკლი, შენთან რო შევედი კაბინეტში, ხო? კომპიუტერი იყო ჩართული. რაღაც ფორუმზე იყო გახსნილი. არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ უცებ დავინახე, რომ წერილი მოვიდა. იცი რა ეწერა იმ წერილში? გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო, მე დავითი ვარ ალექსიძე. გიხვეწები არ გამიბრაზდე რა. მეც ესე ცოტა ვიმაიმუნე და მეც მივწერე რაღაცეები. ოღონდ ჩემი სახელით კი არა, პრეზიდენტის სახელით. არ გაბრაზდი გიხვეწები. არა. რასულელია ჩემ ბიძაშვილი. იცი როგორ ეწერა, როგორ ეწერა? ისაა, ესე იგი, ჯიპი მინდა. კიდე რა ეწერა, ხო ლიფტი მინდა. კიდე ესო ჯიპი თუ არ გამოვაო ბატონო პრეზიდენტი თუ მოხდებითო ინგლისშიო ისე მანჩესტერის მაიკა წამომიღეთ აიმე შენ გენაცვალე ჩემო ბიღურა რა ცოლი რო არისო ეხლა მოგიყვანდი ცოლად შენ გენაცვალე კარგად ვარ ბეღურა, ახლა მე მივდივარ ჩემ კაბინეტში, მივდივარ საიდანაც მე საბოლოოდ არ გამოვსულ ვარ. ჯერ? ხო და დღესაც უნდა ელაპარაკოს ბატონი დავითი, თქვენი ის რა ქვია, ბიძაშვილი. დიახ, პრეზიდენტ, ახლა ნახოს, მაგან როგორია გაბრაზებული პრეზიდენტი,